დავიწყოთ პირველ რიგში იმ განცხადებებით, რომელიც კეთდება ივანიშვილის პარტიაში, ყოფილი პრემიერის ციხეში 5 წლით გაშვებასთან დაკავშირებით. პირველი განცხადება ქართულ ოცნებაში გააკეთა გია ვოლსკიმ, რომელიც ქართული ოცნების სტაჟიანი წევრია და ის წლები მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ახლა გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს არის მისი პირადი და გუნდის ტრაგედია და დღეს ასევე გია ვოლსკის განცხადებიდან გავიგეთ ისიც თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პირველი პირების დაკავებაზე. თავად ივანიშვილს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჯერ ლილუაშვილის ციხეში გაშვებაზე, ახლა უკვე ჩვენ ხედავთ ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლის ციხეში გაშვებულს. ბიძინა ივანიშვილი თავად დუმს, თუმცა გია ვოლსკი გვეუბნება, რომ ძალიან ნერვიულობს ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხზე. ძალიან ძნელია ეხლა ჩემთვის ეს არის დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება, ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული ურთიერთობა, საქმიანი საუბრები ბევრი მქონია ამ ადამიანთან, ბევრი პოზიტიური განვითარებები მახსოვს და რასაც ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია და საერთოდ გუნდისთვის ტრაგედია. იგივე ბიძინა ივანიშვილის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ გუნდში იყო, ყოველთვის პარათი პოზიციაზე გადადგავდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითიც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა ამის თაობას. არაერთხელ გააფრთხილა ყველა და თუ კი რეალური არსებობს და ეს დანაშაული არსებობს, მით უმეტეს თუ მან აღიარა, მისასალმებელი აღიარება, რასაკვირველია, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე, სამართლებრივად არ ვიცი როგორ შეფასდება, მე არა ვარ პროკურორი, არც მოსამართლე, მაგრამ მორალურად საკმაოდ მძიმეა მოსასმენადაც და გასათავისებლადაც. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, ყოფილი პრემიერი ციხეში 5 წლით მიდის, რაც გზავნილია ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქართულ ოცნებაში დარჩენილებისთვის. ვკითხეთ ქართული ოცნების ყოფილ წევრებს, მათ ვინ წლები გაატარეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ახლა ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილს ძალიან სახიფათო თამაში აქვს წამოწყებული და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რეალურად ღარიბაშვილმა არ მიიტანა პარტიულ ყულაბაში ეს ფული, რომელიც მისთვის იყო მოთხოვნილი, რაც დააგროვა წლების განმავლობაში თანამდებობაზე ყოფნის დროს და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სასჯელი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. როგორც ჩანს, ის ვალდებულებები, რაც მას აკიდეს, ხო, თავისუფლებისთვის, მან ან ვერ შეასრულა და აქედან გამომდინარე პროცესი დაიძრა. აქ ჩდება კითხვა, ვინ იქნება შემდეგი, ხო? და შემდეგი უკვე ბიძინაა, რა, და უკვე ჩდება კითხვა, ბიძინასაც ხო არ დაიჭერენ, რა. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეგიტიმაცია ამ აქტს მიცემული აქვს, მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გრძელვადიანი გაგებით აი ეს პროცესი, რაც მიდის მისი გარემოცვის დაჭერის სახით, ანუ მის სტერილიზაციის სახით, ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი, მაგრამ ის იძულებულია, რომ ეს თამაში გააგრძელოს. შავი სამყაროც, როგორც ჩანს, აი ამ დიდ პროცესში, ხო, შიგა ქონების და ძალაუფლების გადანაწილების პროცესში შავი სამყარო ძალიან აქტიურად არის ჩართული, აი ეგრეთ წოდებული რუხი ზონა, ხო, ბიზნესის რუხი ზონა, კოლ-ცენტრები, ნარკოტრაფიკები და არჩევანის საშუალება უბრალოდ ღარიბაშვილს არ ჰქონდა, თორემ მე ასე ვფიქრობ, ხა მე მას ხო ვიცნობ ძალიან ბევრი წელია, ძალიან კარგად და მგონია, რომ სხვა ვერსიებსაც განიხილავდა. ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო უფრო მძიმე, მაგალითად, სხვა ბრალდებები, სხვა ეპიზოდები, სხვა პირები მასთან დაახლოებული, როგორც ჩანს, ის ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ახლა ყობახიძე, იმ ჯგუფმა მოახერხა ღარიბაშვილის წინააღმდეგ გარკვეული რაღაც არ ვიცი, შეიძლება ინფორმაციები, ამბები მიუტანეს, დააჯერეს ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი არ არის მისთვის სანდო ადამიანი და განაწყვეს მის წინააღმდეგ ასე სასტიკად და აგრესიულად, იმიტომ რომ ფაქტია, რომ გაიმეტა, ის ბევრად ახლობელი ადამიანი იყო ივანიშვილისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ახლა ვინც არის ქართულ ოცნებაში, ხო? მე ხშირად ვიხსენებ, რომ როდესაც 2012 წლამდე, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პირველად გამოჩნდა და მე მთხოვა მაშინ დახმარება როგორც ადვოკატს და შემდეგ როგორც პოლიტიკურ პროცესის თანამონაწილეს, მახსოვს ღარიბაშვილი დამხვდა. ის იყო ერთადერთი, ვინც მახსოვს დღეს არსებული გუნდი.
და რას ფიქრობს ყოფილი პრემიერის დაკავების შესახებ? მოქმედი პრემიერი, საინტერესოა ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების დღეს ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში გაემგზავრა და ჩვენ ჯერჯერობით არ გვეძლევა საშუალება მას დაუსვათ კითხვები ყოფილი პრემიერის ციხეში გაშვებასთან დაკავშირებით.